არის თუ არა ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი გადამეტებულ როლში ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ სისხლის ცილის წამებების გავრცელებაში. ჰარეცის პრეტენზია, რომ ისრაელის New York Times-ია ყოველთვის უფრო ამბიცია და ამპარტავნება იყო ვიდრე რეალობა. მაგრამ ბოლო წლებში გაზეთი შეიცვალა და მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგობის ხმიდან გადაიქცა ისეთივე ანტისიონისტურ და ანტისემიტურ პოზიციებზე, რომლებიც თავად სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. დღეს გადაცემა Think Twice-ში დეტალურად განვიხილავთ, რა მოხდა ჰაარეთში და როგორ ისდა მისი მხარდამჭერები მსოფლიოს ყველაზე სასტიკ ებრაელთ მოძულეთაგან ზოგიერთ საფარს უქმნიან. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემა Think Twice-ში. როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ხდება ისრაელისა და სიონიზმის დემონიზაცია და დელეგიტიმაცია, როგორც წესი, სწორადაც ყურადღებას ვამახვილებთ იმ იდეებზე, იდეოლოგებზე და პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ებრაული სახელმწიფოსა და ებრაელების წინააღმდეგ სისხლის ცილის წამებების გავრცელებას ცდილობენ. და ამ ყველაფერს დასავლეთის მასშტაბით პოლიტიკურ დისკურსსა და ხელოვნებაში ახალ ლიბერალურ ორთოდოქსიად აქცევენ. ბოლო დროს ბევრი დრო დავხარჯეთ იმაზე, თუ როგორ აღვივებენ დიასპორაში მცხოვრები ებრაელი მემარცხენეები 7 ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტიზმის ზრდას და როგორ გულში იკრავენ ებრაელთ მოძულეებს, როგორიცაა ნიუ-იორკის მერი ზორან მამდანი და სხვა დემოკრატიული სოციალისტები. მაგრამ ალბათ დროა ვაღიაროთ, რომ პრობლემის არც თუ უმნიშვნელო ნაწილი ისაა, თუ როგორ. ისრაელი მემარცხენეები ანტისიონისტებს, რომლებიც მათ სახლს განადგურებას უპირებენ და მათ მკვლელობაში დახმარებას აპირებენ, საფარს აძლევენ. მათ კიდევ უფრო ეფექტურად უნდა აწარმოონ საინფორმაციო ომი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ პრობლემას ყურადღებას აქცევს ერთ-ერთი გამორჩეული ისრაელი ისტორიკოსი და მწერალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამ თემაზე მნიშვნელოვანი სტატია დაწერა, რომელიც ჩვენ JNS-ში გამოვაქვეყნეთ. და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ის ჩვენთან ერთად არის. გადი ტაუბი იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში უფროსი ლექტორია და არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ნაწარმოების ავტორია, ასევე ისრაელის ტელევიზიის სცენარისტი. ის იყო კოლუმნისტი ისრაელის გაზეთებში, ასევე სხვა გამოცემებში, როგორიცაა თაბლეტ ჟურნალი, Quillette და JNS. გადი ტაუბი, მოგესალმებით Think Twice-ში. გამარჯობა ჯონათან, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და დღეს შემოგვიერთდით. დავიწყები ძირითადი კითხვით, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ბევრი დიასპორელი ებრაელი, მათ შორის ისეთებიც, ვინც ისრაელზე რაღაც იცის, მიუხედავ იმისა, უჭერად იმისა, უჭერენ თუ არა მხარს ისრაელის მთავრობას, ყველა ცდილობს ეს გაიგოს. რატო უნდა მიბაძონ ისრაელელმა მემარცხენეებმა საერთაშორისო მემარცხენეების ტოქსიკურ იდეებს რასის შესახებ, რომლებიც ნეთანიაჰუს კრიტიკაზე მეტად ფაქტობრივად ხო, ეს ნამდვილად გამოცანაა და იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტელექტუალური გაზეთი, ჩვენი მთავარი გამოცემა ჰაარეცი, რომელიც სინამდვილეში პროგრესული ორგანოა და როგორც პროგრესული ორგანო, ის ანტისიონისტურია, რადგან ანტისიონიზმი თითქმის ლაკმუსის ქაღალდად იქცა პროგრესულობისთვის დღესდღეობით, რაც ისრაელელ პროგრესულებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, თითქოს კედელთან ზურგით დგანან. და ვფიქრობ, მათი დილემა კიდევ უფრო მძაფრდება, როცა ცდილობენ ისრაელის ბოიკოტს თავი აარიდონ, მაგრამ საბოლოოდ თავადვე უერთდებიან მას. ასე რომ უნივერსიტეტებში პროფესორები უერთდებიან BDS მოძრაობას იმ იმედით, რომ ამით ბოიკოტს აირიდებენ თავიდან, რადგან ამბობენ, არა, ჩვენ კარგები ვართ, ჩვენც გძულს ისრაელი. შემდეგ კი აგზავნიან თავიანთ ნაშრომებს და უარს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელები არიან. და მერე ამბობენ, არა, რატო, მაგრამ ჩვენ ხომ თქვენს მხარეს ვართ. და ვფიქრობ, ჯონათან, ამ ფენომენის მთელი ისტორია გვაქვს ისეთივე ძველი, როგორც ანტისემიტიზმი თავად. რადგან თუ ამ ყველაფრის სტრუქტურას დააკვირდებით, ვირდები, თუ ანტისემიტიზმის მსხვერპლი ხარ, ძალიან მაცდურია შეუერთდე ანტისემიტებს, რათა იყო მიიღო თავის დაღწევა ანტისემიტიზმის მსხვერპლობისგან, მაგრამ ვფიქრობ, ამას ემოციური ძრავაც აქვს, რადგან ანტისემიტიზმი ძალიან შემაშფოთებელია. და თუ ამართლებ არგუმენტებს ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ, თითქოს ამით ირაციონალურ ნაწილს აქრობ, როცა ამბობ, არა, ისინი გენოციდთან დაკავშირებით მართალნი არიან.
ასე რომ ეს არ არის გიჟური ირაციონალური სიძულვილი, ეს უბრალოდ ისრაელის პოლიტიკის ჰუმანისტური კრიტიკაა. და თუ უბრალოდ ამ კრიტიკას შევუერთდები, ეს ანტისემიტიზმის ფენომენსაც ხსნის. გმადლობთ რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააწკაპუნოთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე Think Twice-ის გარდა არსებობს ჯონათან თობინის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. ყოველდღიურ გადაცემას ჯონათან თობინ დეილის სახელით იპოვით JNS-ის არხზე, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. და ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. დიახ, ფიქრობ ეს ნათელია. მაგრამ ნება მომეცი, უბრალოდ დავაზუსტო. ამას ცოტა ჩავუღრმავდე, რადგან იცი მე მესმის პიტერ ბაინარტის პოზიცია, ანუ მე მისთანა დებატები მქონია, ვიცი ცოტათი ვიცნობ მას. და საქმე ისაა, რომ მას შეუძლია შეიცვალოს პოზიცია და შეუერთდეს ანტისემიტებს, რათა თავი დააღწიოს ანტისემიტიზმს, მაგრამ ის ზის მანჰეტენის Upper West Side-ზე. და ისრაელის ბედი, რაც არ უნდა ფიქრობდეს ამაზე, ეს მასზე ან სხვა ადამიანებზე, ვინც ზორა მამდანისთვის მისცა ხმა არ მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ არა. მაგრამ ეს პირდაპირ მოქმედებს იმ ადამიანების ბედზე, ვინც ისრაელში ცხოვრობს. ვერ აკავშირებენ წერტილებს იმ სიძულვილს შორის, მდინარიდან ზღვამდე შეძახილებსა და იმ ფაქტს შორის, რომ თავადაც მდინარესა და ზღვას შორის ცხოვრობენ. ხო, კი, მაგრამ ისინი ამას ესე ხსნიან. პალესტინელები ჩვენნაირები არიან და მათი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა, ან ასე აღიქვამენ, სინამდვილეში ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა არ არის. ეს არის გენოციდური მოძრაობა ებრაელების წინააღმდეგ. მაგრამ თუ პალესტინელებს ჩვენსავით წარმოიდგენენ, მაშინ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია. ამიტომ ეს გაწნარებს. ამიტომ საკუთარი თავის დადანაშაულება სინამდვილეში იმედის შენარჩუნების გზაა, რადგან თუ ეს ჩვენი ბრალია, გამოსწორებაც შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. და ამიტომ 7 ოქტომბრის შემდეგ ეს ველურობის ამოფრქვევა უნდა გაემართლებინათ. და ამის ახსნის გზა ზუსტად ისეთივეა, როგორც ანტისემიტები მთელ მსოფლიოში ამართლებენ ამას. იცით, როგორც ფემინისტები ამართლებენ ამას და ამბობენ, რომ ეს სექსუალური დანაშაული არ არის, ეს შეიარაღებული წინააღმდეგობაა. განა ჯუდით ბატლერმა არ თქვა მსგავსი რამ. ასე რომ გზა. თუ პალესტინელთა სიძულვილის გასამართლებლად ამბობენ, რომ არა, ეს უბრალოდ ოკუპაციის კრიტიკაა. და როცა პირველად დავიწყე ჰაარეცისთვის საავტორო სტატიების წერა, ჩემი პირველი საავტორო სტატია დაფუძნებული იყო საუბარზე მწეველთა კუთხეში. ევროპაში გამართული რაღაცა საიდუმლო კონფერენციის შესახებ, რომელიც საიდუმლო იყო. იმიტომ რომ იქ იყვნენ არაბები და ისრაელები და ისინი იმ ქვეყნებიდან მოდიან, სადაც ისრაელებთან შეხვედრას დიდი პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ უნდა დაგვემალა ეს ყველაფერი. მაშინ მწეველი ვიყავი. მგონი ბოლო დასავლელი მწეველი ვიყავი. ასე რომ მთელი სიამოვნება მე მქონდა, რადგან ერთადერთი ვიყავი. კომპანია ისევ ისრაელშია. ხო, მე ვიღებდი ყველა ნამდვილ ინფორმაციას. ანუ, უბრალოდ კონფერენციაზე არ მივდიოდი, ზედაპირულ ფორმალურ ახსნებს არ ვჯერდებოდი, ნამდვილი ჭორები მოვისმინე. და მე ვდგავდი იქ ერთ პალესტინელ ბიჭთან ერთად, რომელსაც სხვათა შორის ძალიან სიმპათიებს ბასამ იდთან, რომელმაც პალესტინის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, რათა გამოეძიებინა ადამიანის უფლებების დარღვევები პალესტინის ხელისუფლების მხრიდან. და მე ვთხარი, ხო, მაშინ მე მარცხენა ვიყავი. და ვთხარი, კი, უნდა დავასრულოთ ოკუპაცია. მან შემომხედა და მითხრა, ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, რომ დაასრულოთ ოკუპაცია. და მე ვერ გავიგე, რას გულისხმობდა. ვკითხე, რას ნიშნავს ეს? არ გინდათ ოკუპაციის დასრულება? მან მითხრა, გაგიჟდი, ვინ დაგვიცავს? იგი გულისხმობდა, რომ ცივილიზებული ადამიანია, რომელსაც ადამიანის უფლებები ადარდებს. და როგორც კი ისრაელის თავდაცვის ძალები წავა, მას მოკლავენ. მან მითხრა, როგორ ფიქრობ, ვინ დაგვიცავს? ეს იყო მისი არგუმენტი. ამიტომაც დავწერე სტატია გაზეთ ჰაარეცისთვის, რამაც მათ დიდი შეშფოთება გამოიწვია. ვუთხარი, თუ ადამიანის უფლებები გაღელვებს ოკუპაციას უნდა უჭერდე მხარს, რადგან სადაც ისრაელი ტოვებს ტერიტორიას, ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.
ამიტომ იდეა რომ ისინი უბრალოდ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან და არა ისრაელის არსებობას, ან იმ ფაქტს რომ ებრაელები ცოცხლები არიან, თუ ისინი მხოლოდ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ოკუპაციის წინააღმდეგ ისრაელის შიგნით და ვითომ ეს გადაწყვეტს პრობლემას. მაშასე, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, ამ ახსნას დიდი საფრთხე დაემუქრა, იმიტომ რომ რთულია იმ დღის სისასტიკე მხოლოდ ოკუპაციის წინააღმდეგობად წარმოაჩინო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღაზადან მოვიდა, სადაც ოკუპაცია არ არის, და სხვათა შორის არც ალყაა, იყო ემბარგო გარკვეულ მასალებზე, მაგრამ ალყა არ ყოფილა. მათ აქვთ საზღვარი ეგვიპტესთან, ყველაფერი ჰქონდათ, რაც სჭირდებოდათ ან უნდოდათ. ამიტომ 7 ოქტომბერმა ეს ყველაფერი საფრთხის კაფრთხის ქვეშ დააყენა. ის რაც ისრაელის პოლიტიკაში მოხდა ძალიან საინტერესოა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ მემარჯვენეები არჩევნებს მოიგებენ. რადგან თუ ომი გადამწყვეტად არ დასრულდა, ეს პრობლემა იქნება ნეთანიაჰუსა და მის კოალიციისთვის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მემარცხენე ბლოკის თითქმის ყველა წევრი, გარდა გიჟი, იაირ გოლანისა და არაბული პარტიებისა, ამტკიცებს, რომ მემარჯვენეები არიან. იმიტომ რომ რაც მოხდა, მიუხედავად მათი ყველა შეძახილისა, ატაროშ ატაშენ, შენ ხარ ხელმძღვანელი, შენ ხარ პასუხისგებელი, ეს შენს მორიგეობაზე მოხდა, მკვლელობების კოალიცია და ყველაფერი დანარჩენი სისულელია, რადგან ამომრჩევლები მარჯვნივ გადავიდნენ. თუ მთლიან სურათს შევხედავთ, მარცხენა ფრთა ამბობდა, თუ გავალთ ღაზადან, ის გახდება ახლო აღმოსავლეთის სინგაპური. ხოლო მარჯვენა ფრთა ამბობდა, არა, ის გახდება ახლო აღმოსავლეთის ჰამასტანსტანი. და გამოიცანით, ვინ აღმოჩნდა მართალი. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი პროპაგანდა, მათი პოლიტიკოსები. მოსაგებად ისინი თავს ისე აჩენენ, თითქოს მემარჯვენეები იყვნენ. და ერთი ბოლო კომენტარი ამაზე, რადგან ვნახეთ გადი აიზენკოტი, რომელიც ახლა გამოკითხვებში ლიდერობს, როგორც ნეთანიაჰუს რეალური კონკურენტი, ჩვენ ვნახეთ რონენ მანელისი, ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი სპიკერი, რომელიც მისი კამპანიის ხელმძღვანელია, როგორც თხოვა ამერიკელ მრჩეველს დახმარება. და ეს კამერაზეა დაფიქსირებული. ეს იყო 12 არხზე, სადაც ამბობდა, რას უნდა ვამბობდე, რომ ხალხმა იფიქროს, რომ მარჯვენა ფრთაზე ვარ. ამ ადამიანებმა არც კი იციან, რას ფიქრობენ მემარჯვენეები და ცდილობენ თავი მათად გაასაღონ. ეს კი ბევრს გეუბნება. დიახ, აქ ძალიან ბევრი რამ არის განსახილველი, რადგან პირველ რიგში, როცა პალესტინელები ოკუპაციაზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ 7 ოქტომბერს, რადგან ფიქრობენ, რომ ისრაელი მწვანე ხაზის შიგნითაც ოკუპირებულია. ოკუპაცია ხომ არა, იცით, იუდეა და სამარია ან ღაზა, რომელიც რა თქმა უნდა ოკუპირებული არ ყოფილა. და რა თქმა უნდა 7 ოქტომბრიდან მოყოლებული თვალთმაქცობაა. და ცხადია ბენიამინ ნეთანიაჰუსაც აქვს გარკვეული პასუხისგებლობა, რადგან ეს მისი მმართველობის დროს მოხდა. მაგრამ არც ისე იყო, რომ ოპოზიციაში ვინმეს რაიმე სხვანაირად უნდოდა გაეკეთებინა 7 ოქტომბრამდე, ეს მართალია. არ მახსოვს ვინმე, გარდა ალბათ ავიგდორ ლიბერმანისა ზოგჯერ. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას შეეძლო რამე გაეკეთებინა. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის რეალურად იყო მთავრობაში და შეიძლებოდა რამე გაეკეთებინა ამ საკითხზე. არ მახსოვს ვინმეს რეალურად ეთქვას. მოიცადეთ, მოდი, არა მხოლოდ შევწყვიტოთ მათი დაფინანსება, არამედ დაუბრუნდეთ და ჰამასი გავიყვანოთ ღაზადან. ამის მომხრე არავინ იყო. ასე რომ აქ ბევრი, ძალიან ბევრი ფარისელობა. მაგრამ მოდი, როგორც შენ ამბობ, გადავიდეთ თავად ჰაარეცის საკითხზე. რამდენიმე, ასე ვთქვათ, გულსრფელობისთვის უნდა განმარტო. ვიცი, რომ ჰაარეცისთვის დიდი ხანი წერდი. მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვწერდი მისთვის ინგლისურ გამოცემაში. მაგრამ ჩვენი აუდიტორიისთვის რატო არის ჰაარეცი მნიშვნელოვანი როგორც ისრაელში, ასევე საერთაშორისო მედიაში? და როგორ შეიცვალა ის ბოლო წლებში? დიახ, კიდევ ერთი განმარტების დამატება მჭირდება, რაც ჩემ სტატიაში დავწერე JNS-თვის ჰაარეცის შესახებ, რომ ჰაარეციდან გამათავისუფლეს, რადგან მათი სარედაქციო პოლიტიკა დავარღვია. და ამაზე შემიძლია მოგვიანებითაც თქვა ერთი სიტყვა, თუ ეს საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ ჰაარეცი პროგრესული გამოცემაა და მისი მიზანია ებრაული სახელმწიფოს დაშლა. ეს არის მათი მისია. და ხოცვაჟლეტის წინა საღამოს ჰაარეცის რედაქტორი იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ თამაში შეწყვიტა. დამალობანა და უბრალოდ ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა. და თქვა, დროა სიტყვა ებრაული ამოუშავოთ ფრაზიდან ებრაული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს ეროვნულ ხასიათს აღწერს. და კითხვა, რომელსაც მაგიდაზე ვდება, ასეთია, რატომ ახლა? თქვენ ამას უკვე 30 წელია აკეთებთ.
და ეს დაიწყო როგორც ასეთი რაღაცები იწყება თითქოს და მიუკერძოებელი აკადემიური კვლევებით, მაგრამ ისინი არასდროს ყოფილან მიუკერძოებულნი. ასე წოდებული პოსტციონისტები. ეს პოსტ ისე ჟღერს თითქოს ციონიზმი უკვე წარსულის ნაშთია და ეხლა შეგვიძლია შევისწავლოთ. თითქოს ის რაღაც ახალ რამედ გადაიქცა. არაფერი მსგავსი. ეს არის ანტიციონისტური იდეოლოგია, რადგან ისინი ედუარდ საიდის მიმდევრები არიან. და თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პოსტკოლონიური კვლევების განხრით იმუშავებ, ციონიზმის დაცვა ამ დისციპლინაში შეუძლებელია, თუ მის დისციპლინურ საფუძვლებს არ დაუპირისპირდები. ამიტომ ეს აკადემიური ტენდენციები ისრაელშიც შემოიტანეს და ჰარეცმა 90-იანი წლებიდან, ოსუოს წლებიდან პოსტციონისტ ისტორიკოსებს, სოციოლოგებს, ანთროპოლოგებს, ლიტერატურის დეპარტამენტებსა და სხვებს მთავარი ადგილი დაუთმო. ისინი უბრალოდ ყოველდღიურად კვებავდნენ ისრაელის ინტელიგენციას ედუარდ საიდით და მის მიმდევრებით. და ეს ასწავლის, რომ ისრაელი არალეგიტიმურია, რომ ციონიზმი კოლონიზაციაა, რომ ჩვენ ვართ მჩაგვრელები და რომ პალესტინელები არიან ამ ევროპული კოლონიზაციის მოძრაობის ადგილობრივი მსხვერპლები, რომელი ცდილობდნენ ეთნიკურად გაეწმინდათ ისინი, გაეწმინდათ საკუთარი მიწიდან. ეს არის შეხედულება, რომელსაც ჰაარეცის მკითხველები ყოველდღიურად იღებენ. და მათ ეს შეფუთეს ისე, რომ თავიანთი აუდიტორია ზედმეტად არ შოკირებულიყო. მათ ეს შეფუთეს ოკუპაციის კრიტიკაში, თან მუდმივად მიანიშნებდნენ, ან ხშირად პირდაპირ ამბობდნენ, რომ ოკუპაცია არის სიონიზმის გაგრძელება და სიონიზმის არსი. და შესაბამისად, რომ ისრაელი ძირითადად აპარტეიდის პროექტია. და ეს ასე იყო და ეს დაიწყო ლიტერატურულ და წიგნის დანართებში. და ეს იყო, იცით, ეს წვეთოვანი, ინტრავენური წვეთოვანი. მასში შედიოდა, იცით, პოეტი სახელად იცხაკ ლაური, რომელმაც სხვათა შორის სხვა ადგილას დაწერა, მაგრამ ის იყო ამ საოცარი ლექსის ავტორი იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ პალესტინელი ახალგაზრდების სისხლს ჩვენს მაცაში. იცით, ეს ყველაზე ვულგარული, უხეში, ბინძური, საზიზღარი სისხლის ცილის წამებაა. და ეს არის ის ბიჭი, რომელიც შაბათკვირას მათი მთავარი წიგნების მიმომხილველია, იცხაკ ლაური. მან ასევე დაწერა სტატია, რომელიც ვფიქრობ London Review of Books-მა უარყო იმის გამო, რომ ძალიან უკიდურესი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ყოველტყვიაზე პალესტინელი ბავშვის სახელი. ასე რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წიგნებს მიმოიხილავენ ავტორიტეტული გაზეთისთვის და ეს გავრცელდა. და მე ამას დიდი ხანია ვაკვირდები, რადგან 97 წელს დავწერე წიგნი ორივე სიონიზმის წინააღმდეგ და ესენი იყვნენ ადამიანები, ვისთანაც ვდაობდი, ადამიანები, რომლებიც ჰაარეცში წერენ, ასე გავიცანი ისინი, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ბავშვთა ტელევიზიაში ვმუშაობდი და ვწერდი მოთხრობებს და სხვა რაღაცებსაც, მაგრამ უფრო და უფრო ვბრაზდებოდი იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი სიონიზმის ძირის გამოთხრას. და როცა წიგნი დავწერე, ხალხი მეუბნებოდა, რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ეს რაღაცაა, რაც აკადემიური დეპარტამენტის პერიფერიაზე ხდება, არავის აინტერესებს, მაგრამ იდეებს მნიშვნელობა აქვს. და რაც აკადემიაში იწყება, შემდეგ ითარგმნება და პოპულარიზდება ინტელექტუალურ გაზეთებში და შემდეგ ხდება საფუძველი მოსაზრებების ავტორებისთვის, მერე ხედავ რა ხდება ნელ-ნელა. მაგრამ რატო უნდა აღიაროს ალუვდენმა მოულოდნელად ის, რასაც ისინი არაგულწრფელად უარყოფდნენ. და ჩემი ჰიპოთეზა იყო, რომ ეს მოხდა სასამართლო რეფორმის დამარცხების შემდეგ. რადგან სასამართლო რეფორმა ცდილობდა სასამართლოს ძალაუფლების შეზღუდვას, რომელიც ისრაელში უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერ სხვა დემოკრატიაში, ისრაელი ტექნიკურად, ჯონათან, ისრაელი დემოკრატია არ არის. ეს არის იურისტოკრატია. რადგან, იცი, მე პოლიტიკურ აზროვნებაში, პოლიტიკურ ფილოსოფიაში, პოლიტიკურ მეცნიერებაში ვარ. სუვერენიტეტი განისაზღვრება როგორც უზენაესი ხელისუფლება სახელმწიფოში, და მას შემდეგ, რაც მათ გააუქმეს საკონსტიტუციო შესწორება, ან იმას, რაც ჩვენთან საკონსტიტუციო შესწორებად ითვლება, მათ ფაქტობრივად თავი დააყენეს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მთავრობის დანარჩენი ორი შტო მიიღებს.
ასე რომ 15 არარჩეული მოსამართლე ფლობს სუვერენიტეტს ისრაელის სახელმწიფოში. და ალუფ ბენი, ეს ჩემი ვარაუდია, მან ეს არ უთქვამს. მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ მან იცოდა, რომ ებრაული სახელმწიფოს დაშლის იდეას ისრაელის ამომრჩეველთა უმრავლესობა ვერ მიიღებს. მაგრამ მან იგრძნო შანსი, რომ თუ გადაწყვეტილების მიღება გადაინაცვლებს საარჩევნო პოლიტიკიდან სასამართლოში, მაშინ პროგრესული, გიჟურად პროგრესული სასამართლო სისტემა, რომელიც ჩვენ გვყავს, ამას მოახვევს თავს. მას შეუძლია გააუქმოს კანონი, ის ძირითადი კანონი, რომელიც ისრაელს ებრაულ სახელმწიფოდ განსაზღვრავს. ასე რომ მათ შანსი დაინახეს. თუმცა როგორ შეეძლო ალუფ ბენს სოდნოდა, რომ მისი საყვარელი პალესტინელები 2 კვირასა და ნახევარში ებრაელებს მასობრივად ამოხოცავდნენ. და ამის შემდეგ, როგორც წარმოიდგენთ, რთული გახდა იმის მტკიცება, რომ ებრაული სახელმწიფო არ გჭირდება. იცი, ნება მომეცი კიდევ ერთხელ თქვა, ეს ინსტიტუტი ნამდვილად გახდა, იყო და არის პროგრესული ხმა ისრაელის ჟურნალისტიკაში, მთავარი ხმა. თუმცა ყოველთვის არ იყო ასე, იცი, ეს თითქმის ანტისიონისტური გამოცემა. როგორ მოხდა, რომ ამ მიმართულებით განვითარდა? ეს მხოლოდ პერსონალის ცვლილება იყო, თუ ის უკავშირდებოდა იმას, თუ როგორ შეიცვალა ის სექტორი ისრაელის საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ერთმა ადამიანმა დიდი ცვლილება მოახდინა. და ეს ადამიანი არის ამოს შოკენი. როცა ამოს შოკენმა მამამისისგან გადაიბარა გაზეთის მართვა, ის გახდა გაზეთის გამომცემელი. ის სულ უფრო მეტად. ზიონისტი რედაქტორები გვერდზე გადასწია და იპოვა ისეთი რედაქტორები, რომლებიც მას მოსწონდა. პოეტი, რომელიც ვახსენე, რომელმაც დაწერა ეს პალესტინელი ახალგაზრდის შესახებ სისხლი ჩვენს მაცაში, იცხაკ ლაური. გამომცემელმა იმდენად დაიცვა, რომ როცა მის გარშემო სექსუალური შევიწროების დიდი სკანდალი ატყდა, გაზეთმა მაინც დაიცვა იგი. და უბრალოდ გამორთეს კომენტარები მის სტატიებზე, რათა არ შეხვედროდნენ მკითხველების რისხვას. ამოს შოკენმა ფაქტობრივად თანდათანობით შეცვალა გაზეთის პოზიცია ამ მიმართულებით და შემდეგ ეს კულტურისა და წიგნების განყოფილებიდან გადავიდა სარედაქციო გვერდებზე. და მათ კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიცვეს. იცით, ყავთ გიდონ ლევი. და გიდონ ლევი სისხლის ცილის წამებების გამავრცელებელია. და როგორც ეს მუშაობს, პირველ რიგში გიდონ ლევი თავად იღებს უამრავ ჯილდოს თავისი საოცარი ჟურნალისტიკისთვის ანტისემიტიზმისგან. ანტისემიტები მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამ კაცს არ ესმის არაბული, ასე რომ ის აშუქებს ამ ტერიტორიებს. ის არის კორესპონდენტი, რომელიც პასუხისმგებელია იუდეისა და სამარიის არაბული მოსახლეობის გაშუქებაზე და ბოლო 4 წლეულის განმავლობაში, რაც ამ პოზიციაზეა, თარგმანებზეა დამოკიდებული. და მე ხშირად ვდაობდი მასთან ერთ პანელზე, მაშინდელ მეათე არხზე. და როცა მე ხშირად ვეხუმრებოდი და ვეუბნებოდი მას, იცი რა არის პრობლემა გიდონ, შენი მთარგმნელები 300 წლეულის განმავლობაში გატყუებდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ხუმრობა არ იყო, რადგან არ ვიცი თავად სჯეროდა თუ არა თავისი ამბების, მაგრამ ის ამბავი, რომელიც სტატიაში ვახსენე, ეწოდება ვირის პროცედურა. მარკალი. და მისი თქმით, ის ამბავი ასეთია. ისრაელის თავდაცვის ძალების სასაზღვრო პოლიცია არაბებს ფეხებით ვირს აბამს და შემდეგ ვირს აჭენებს სანამ საწყალი პალესტინელი არ მოკვდება. და თქვა, რომ ეს პროცედურაა და ეს ერთი შემთხვევის საფუძველზე დაასკვნა. და როგორც ჩანს, ყველა ვინც ამ ამბავს გადაამოწმა, ვერაფერი იპოვა, რაც დაადასტურებდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა. სინამდვილეში ოჯახს სურდა ყველაფერი მიჩქმალულიყო, რადგან მე არ ვაპირებ ავნე თქვენს მსმენელებსა და მაყურებლებს იმით, რომ აუხსნა, როგორ გაეხვა ეს კაცი ვირსთან. უბრალოდ ვიტყვი, რომ მის ოჯახს არ სურდა ეს ინფორმაცია გავრცელებულიყო. ასე რომ, როცა ეს გამიხილებოდა, გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია, აუდიტორია, ზუსტად. ჰარეცმა არ მოუბოდიშა ამ ამბისთვის. ეს მათი ჟურნალის პიროგორდზე იყო, ეს ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა პრესაში. და მათ არასდროს უკან არ წაუღიათ ეს ამბავი, მაშინაც კი როცა დამტკიცდა, რომ ეს ტყუილი იყო. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ ჰარეცი საინფორმაციო ორგანიზაცია, ცდებით. ეს პროგრესული პროპაგანდის ორგანიზაცია. და ამას კიდევ რაღაცას დავამატებ, რადგან იცით, ყოველთვის არის დისკუსია მემარჯვენეებსა და მემარცხენეებზე, ხო, მედია ორივე მხარეს მიკერძოებულია, დიახ, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს მიკერძოებულია.
მაგრამ მარცხენამ თავისთვის მოიპოვა ტყუილი სუფლება. და ეს უფლება მოდის აკადემიაში პოსტმოდერნისტული დრის წესრიგიდან. რადგან თუ თქვენ აერთიანებთ რადიკალურ ეპისტემოლოგიურ სკეპტიციზმს, რომელიც ამბობს, რომ ფაქტები არ არსებობს, მორალურ აბსოლუტიზმთან, რომელიც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცით, ვინ არის კამათში მართალი, მაშინ თქვენ გაქვთ სამყარო, სადაც მხოლოდ ნარატივებია, სიმართლე არ არსებობს და შემდეგ უბრალოდ ქმნით იმ ნარატივს, რომელიც ავითარებს იმ სამართლიან საქმეს, რომელსაც თქვენ უჭერთ მხარს. და აი ესე, იცით, ჟურნალისტები ყოველთვის ვერ გვერიგებენ თეორიას. მაგრამ ისინი იღებენ თავიანთი ორგანიზაციიდან მესიჯს, რომ მათი როლია წაიყვანონ მკითხველი სწორ დასკვნამდე და არა ის, რომ მიაწოდონ ინფორმაცია მკითხველს, რათა მან თავად გააკეთოს დასკვნა. აქტივიზმი, არა ჟურნალისტიკა. ზუსტად ასეა, ეს არის აქტივიზმი, არა ჟურნალისტიკა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყო ნეთანიაჰუს თავრობის კრიტიკოსი. იმ აზროვნების გაზიარება, რომელმაც ოსლოს შეთანხმებები და პალესტინელებთან მშვიდობის სანაცვლოდ მიწისდათმობის სხვადასხვა მცდელობები მოიტანა. რასაც ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ცდილობს აღადგინოს, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ბევრი არ არის, როგორც შენ აღნიშნე, ამისთვის ძალიან მცირე მხარდაჭერაა ისრაელში, აშკარა მიზეზების გამო. და ეს ყველაფერი გააკეთო ანტისემიტური სისხლის ცილისწამებების მიღების გარეშე. მაგრამ რატო მოხდა ასე? იცი, რატო არის, რომ ზოგიერთმა მემარცხენემ, ისევე როგორც უცხოეთში, ეს განსხვავება გააქრო და გადააბიჯა ზღვარს და სიონიზმსა და ისრაელის როგორც ებრაული სახელმწიფოს არსებობას დაუპირისპირდა. დამგონი განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბრობ, ესე ვთქვათ, იცი ჰარეცის ძირითადი მკითხველის შესახებ. იცი, იმ ერთზე. იცი, ადამიანები, რომლებიც ჩრდილოეთ თელ-ავივში ცხოვრობენ, ან იცი, ისრაელის საზოგადოების ძველი სექტორი, რომელიც საკუთარ თავს თუნდაც სხვები ამას არ აღიარებდნენ, მიაწერ სახელმწიფოს აშენებას და ამდენს აკეთებდა გადარჩენის ადრეულ ომებში. როგორ მიიღო ამ ჯგუფმა თანამედროვე საერთაშორისო ანტისემიტების ეთოსი? კარგი, ვფიქრობ, ახსნის ნაწილი იმაშია, რაც ამ საუბრის დასაწყისში განვიხილეთ, რომ ანტისემიტიზმის ირონიული წამალი თავად ანტისემიტიზმია. თუ ამართლებ ანტისემიტების არგუმენტებს, თითქოს ხრება ამაში არსებული არარაციონალური და საშიში ნაწილი. მაგრამ, იცი, ეხა ჩვენ ცხოვრობთ დამახინჯებულ მორალურ სამყაროში. სადაც სწორისა და არასწორის, ბოროტებისა და სათნოების იდეები ჩანაცვლებულია ძლიერებისა და უძლურების დისდიქოტომიით. ეს არის ის, რაც მათ მარქსიზმიდან აიღეს და კულტურულ მარქსიზმად გადააქციეს. და თუ სუსტი ხარ, სწორ მხარეს დგახარ. და თუ ძლიერი ხარ, მაშინ არასწორ მხარეს ხარ. ასე იქცევა მსხვერპლობა სათნოებად. და როდესაც ამგვარ მსოფლმხედველობას ივითარებ, შედეგია ის, რომ სუსტები სრულიად თავისუფლდებიან ნებისმიერი მორალური ვალდებულებისგან. და ამიტომ თუ ისინი თქვენს ქალიშვილებს გააუპატიურებენ, ეს თქვენი ბრალია. ეს არის ადგილი, ეს. დასავლეთი პოსტმოდერნიზმით, პოსტკოლონიური კვლევებით, გენდერული ფემინიზმით და ყველა დანარჩენით ძალის პარადიგმას, ანუ სუსტი და ძლიერი შორის დიქოტომიას, იმუნური სისტემის დეფექტი განუვითარდა. და ეს დეფექტი მხოლოდ ღაზაში არ მოქმედებს. ის მოქმედებს ევროპაშიც, სადაც ამართლებთ გაუპატიურების ბანდებს, სადაც ამართლებთ ძალადობას გეებზე, რადგან წმინდა სხვა არაფერზეა პასუხისმგებელი. და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენი ბრალია. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ისინი კოლონიზაციის მსხვერპლნი არიან და სწორედ აქ გახდა დასავლეთი გაფუჭებული და შეპყრობილი საკუთარი სინდისით. და საკუთარი სინდისის გასაწმენდად გზა არის საკუთარი თავის დადანაშაულება. და ამას უცნაური გადახვევა აქვს, რადგან თუ გერმანიას შეხედავთ მაგალითად, სადაც ეს ყველაზე აშკარაა, რატო არიან გერმანელი მემარცხენეები ასე დაჟინებულები, რომ ისრაელი ახალი ნაცისტები წარმოაჩინონ. რადგან დაფიქრდით ლოგიკაზე, ეს მათ ათავისუფლებს ნაცისტობისგან. და თუ ებრაელები ბოროტები არიან, იქნებ მაშინ ჩვენ არც ისე ცუდები ვიყავით. შეიძლება იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იცით, რაღაც გამართლება ქონდა.
როცა კარგავ ღირებულებათა სისტემას, როცა კარგავ სიკეთისა და ბოროტების აღქმას და როცა თვითგვემას ეჩვევი როგორც მორალური განწმენდის ფორმას, კარგავ მორალს. ეს ისა, რაც მამაჩემისგან ვისწავლე, რომელიც ამბობდა, ღმერთმა დაგვიფაროს კეთილის მყოფელებისგან, რადგან მორალური პოზიორობა არის მორალის საწინააღმდეგო. და ამას ყველგან ხედავ, რადგან იცი ამერიკელი ებრაელები ახლა რეალურ საფრთხეს აწყდებიან. და ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. ის მოგონება ახლო აღმოსავლეთის მედიის კვლევის ინსტიტუტმა შეადგინა ღია წყაროებიდან შეგროვებული მასალების პორტფოლიო YouTube-დან, სადაც ჩრდილოეთ ამერიკაში იმამები ანტისემიტიზმის უკიდურეს ფორმებს ქადაგებდნენ. და ისინი მივიდნენ ებრაულ ჯგუფებთან და ერთი მეორის მიყოლებით განსაკუთრებით მემარცხენეებმა უარი თქვეს ამაზე რეაგირებაზე, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ეშინოდათ, რომ ისლამოფობებად მოიხსენიებდნენ. ასე რომ, შენთვის საკუთარი მორალური სახე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი მორალური ვალდებულების შესრულება, რაც შენი პასუხისგებლობაა საკუთარი საზოგადოების წინაშე. თუ რაბინი ხარ, შენი საქმე არ არის პროგრესულ ელიტებთან კეთილგანწყობის მოპოვება. შენი ვალდებულებაა დაიცვა შენი საკუთარი მრევლი. და თუ ამას არ აკეთებ, იმიტომ რომ გეშინია, რომ ისლამოფობად მოგიხსენიებენ, და იცი ისლამოფობია როგორც ტერმინი, ეს ფობია არ არის. ეს არის საშუალება, რომ არ დაუშვა ნებისმიერი სახის კრიტიკა რომელიმე მუსლიმის მიმართ. ასე რომ, როცა ხალხი მეუბნება, რომ საქმე იმაშია, რომ მუსლიმური სამყაროდან მომდინარე ანტისემიტიზმი შეამჩნიო, ზუსტად. ამიტომ ხშირად მაქვს კამათი, იმიტომ რომ გახსოვს ის დრო, როცა ამას პოლიტკორექტულობას ეძახდნენ და არა ვოუქობას, ან რაც ეხლა ქვია. სახელები შეიცვალა. ხალხი მეკითხებოდა ხოლმე, რა პრობლემა გაქვს პოლიტკორექტულობასთან? რატომ არ უნდა იყო ადამიანებთან კეთილგანწყობილი? რატომ არ უნდა დაიცვა შავკანიანები, ქალები, გეები შეურაცხყოფისგან? და მე ვამბობდი, საქმე მაგაში არ არის. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ნამდვილი აისბერგი ისაა, რომ თუ ვინმე ხელშეუხებელ ჯგუფს ეკუთვნის, მათ ვერ გააკრიტიკებ, თუნდაც ბოროტებას ჩადიოდნენ. ეს ანტისემიტიზმის პრობლემაა. თუ შეხედავთ CAIR-ს, მუსლიმთა საძმოს, პროპაგანდის ფრონტი, რომელიც ბარაკ ობამას ძალიან უყვარდა, რასაც ისინი აკეთებენ, იმალება ადამიანის უფლებების ან სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციის საფარქვეში, ამერიკული სამოქალაქო უფლებების ტრადიციაში. ის, რასაც ისინი ავრცელებენ, არის დუმილის წესი ყველასთვის, ვინც მიუთითებს რადიკალი ისლამისტების და ანტისემიტების რასიზმზე. როგორც იცით, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამერიკელი კომენტატორი არის ენდრიუ მაკკარტი, მაკკარტის რეპორტიდან. ის სამხრეთში პროკურორი იყო. დიახ, რომელიც წერს National Review-სთვის. იქიდან იცნობს მას უმეტესობა. დიახ, ასე. და იქვეა მისი პოდკასტიც. მას ქვია მაკკარტის რეპორტი და შესანიშნავია. ის და რიჩ ლაური ერთად ძალიან საინტერესოა. და მან თქვა ერთ მომენტში თქვა კიდეც, ისლამოფობია ფობია არ არის. ეს ტერმინი მუსლიმთა საძმომ შექმნა იმისთვის, რომ შარიათის უზენაესობის კრიტიკა შეეჩერებინათ. სწორედ ამისთვის არსებობს ეს ტერმინი. და ასე რომ, იცით, ეს ჩემი ბუნებაა, მე ისრაელელი ვარ, იონათან, ვერაფერს ვიზამ და ჩემი საქმე არ არის ვიყო თავაზიანი. ვფიქრობ, ხმამაღლა უნდა დაუპირისპირდეთ ამ ადამიანებს. და როცა გეუბნებიან, რომ ისლამოფობი ხარ, რადგან ჯიჰადისტები გააკრიტიკე, უბრალოდ დაუქნიე თავი და უთხარი, კარგი, ეხლა გთხოვ უპასუხე კითხვას. ამით ვერ შემაშინებ. და ხო, იცი, თუ იდეების სამყაროში ხარ, შეგიძლია ედვარდ საიდთან იყო. და მაშინ ვეღარ გააკრიტიკებ მესამე სამყაროს, ან ვერც არავის, ვინც დასავლელი არ არის. ან შეგიძლია ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარეს იყო და მკაფიოდ თქვა, რომ ეს ცივილიზაციათა დაპირისპირება არ არის, ეს არის დაპირისპირება ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის. ჰამასი არ წარმოადგენს ალტერნატიულ ღირებულებათა სისლებათა სისტემას. მათ აქვთ საკუთარი წარმოდგენა რა არის ღირებულებები, მაგრამ ისინი ბარბაროსები არიან და ეს ბარბაროსული ღირებულებებია. ვერ იტყვი ამას, იცით, როგორც ჩემი მეგობარი დენ შიფმანი ამბობს, კულტურულ რელატივიზმს ვერ მიიღებ. როცა ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ვიცვევთ ვახშამზე, კანიბალია, გინდა იცოდე, ის გთვლის სტუმრად თუ მენიუდ.
და თუ ვერ არჩევ ბარბაროსობას ცივილიზაციისგან, მაშინ ამ ბრძოლას ბარბაროსებთან წააგებ. და თუ გინდა რომ ადამიანები, რომლებიც გოგონებს აუპატიურებენ სიკვდილამდე და ფიქრობენ, რომ ეს მორალური ქმედებაა, თუ ეს გოგონები ებრაელები არიან, თუ ამას ალტერნატიულ კულტურად მიიჩნევ, მაშინ საკუთარ კულტურასაც დაკარგავს სახლში. სრულიად სწორია. მოდი ცოტა ხნით ისევ ცხელი რების თემას დაუბრუნდეთ. ხო, ჩემი საყვარელი თემა როგორც იცით, კი, კარგი. ჰარეცი ამტკიცებს, რომ ისრაელის New York Times-ია. რა თქმა უნდა, New York Times-ი აღარ არის ის New York Times-ი, რაც 50-ან 60 წლის წინ იყო, როცა ის მართლაც მთავარი და ავტორიტეტული გაზეთი იყო. როგორც ენდრიუ კლეივანი ამბობს, ყოფილი გაზეთი New York Times-ი. მართალია. ეხლა იცით, მას ყავს 95%-ით მემარცხენე ლიბერალური მკითხველი. ეს არის ნიშური გამოცემა, თუმცა აშკარად, რომელიც იცით, გავლენიანიცაა და საკმაოდ მომგებიანიც, რადგან ეს ძალიან მომგებიანი ნიშაა შეერთებულ შტატებში. მაგრამ რაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჰარეცზე, იცით, მთავარი კითხვა ისაა, როგორ რეაგირებენ მასზე უმეტესობა ისრაელელებისა. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მისი გავლენის დიდი ნაწილი მოდის იქიდან, რომ უცხოური მედია კითხულობს მის ინგლისურენოვან გამოცემას. მაგრამ რას ფიქრობენ უმეტესობა ისრაელელებისა გიდეონ ლევის მსგავს ადამიანებზე ან ამირ ჰასის რეპორტაჟებზე, იცით, რომელიც მათი ღაზის კორესპონდენტია, მათი ღაზის პროპაგანდისტი. რომ ავიღოთ მხოლოდ ორი გამორჩეული მაგალითი მათი თანამშრომლებიდან. თქვენი აზრით, დღესდღეობით უმეტესობა ისრაელელებისა ამ შეხედულებას ლეგიტიმურად თვლის, თუ საერთოდ სადავოდაც კი. უმეტესობა ისრაელელებისა ფიქრობს, რომ ეს საზიზღარია, მაგრამ მათ ხავთ ტყვეობაში მყოფი აუდიტორია, რომელსაც ინარჩუნებენ იმით, რომ მათ სხვა საინფორმაციო წყაროებისგან იზოლაციაში ამყოფებენ. ასე რომ თუ კითხულობთ ჰარეცს, ან თუ კითხულობთ იცით ამას, თუ კითხულობთ რონენ ბერგმანს New York Times-ში, მაშინ იფიქრებდით, რომ ისრაელის პრობლემა არის დასახლებულთა ძალადობა. და მე დავწერე სტატია ჟურნალისტვის Tablet სახელწოდებით დასახლებულთა ძალადობის მითი, რომელიც დაფუძნებულია მოძრაობა რეგავიმის ანგარიშზე, სადაც ნაჩვენებია, რომ 90%, ეს რიცხვია არა მეტაფორა. გაეროს მონაცემთა ბაზაში დასახლებულთა ძალადობის 90% სინამდვილეში არ არის დასახლებულთა ძალადობა. სადაც მაგალითად მიიჩნევენ, რომ იცით, თუ ვინმე ტერორისტულ თავდასხმაში ტერორისტს ესვრის და ეს ადამიანი დასახლების მკვიდრია, მაშინ ამას დასახლებულთა ძალადობად ითვლიან. ამიტომაც ეს ყველაფერი აბსურდულია, მაგრამ იუდეასა და სამარიაში ძალადობის არაპროპორციულად დიდი ნაწილი პალესტინურ ტერორიზმზე მოდის და ისინი ამცირებენ ამ ფაქტს და უსვამენ ხაზს დასახლებულთა ძალადობას, რათა შეინარჩუნონ პროგრესული ანტიისრაელური განწყობა თავიანთი მკითხველის შორის. და ეს ეხლახან ვიხილეთ გასულ შაბათ-კვირას, როცა როკანა მანამდე, მაგრამ მე ვნახე პირველი ანგარიშები და ისინი აშკარად მაინც გადაჭარბებულია. როცა ის ისრაელის თავდაცვის ძალებს იარაღის დამიზნებით ყავდათ გაჩერებული. და ეს სასაცილოა. შეიძლება უბრალოდ არ შეუშვეს რომელიღაცა ტერიტორიაზე რაღაც მიზეზის გამო. მაგრამ როგორც იყო, მათ უკვე გაავრცელეს ვიდეო ჩანაწერები თავიანთი ტელეფონებიდან, სადაც არავინ ყავდათ იარაღის დამიზნებით გაჩერებული. ხო, ასე იყო და იცი, ჩვენ ისრაელის მედიაში უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან უმეტესმა ისრაელმა არ იცის, როგორ მუშაობს ეს პროპაგანდის მანქანა და ვისზე არიან დამოკიდებული. იცი, New York Times-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ავარჯიშებენ ძაღლებს პალესტინელების გაუპატიურებისთვის. ანუ ყველა ისრაელი იცის, რომ ეს ნებისმიერ დონეზე სასაცილოა. მაგრამ New York Times-ი ამას ჰამასის მხარდამჭერებზე დაყრდნობით წერს. და არავინ და იცი ჰამასი არასდროს ტყუის, როგორც ვიცით, რატო უნდა მოიტყუონ. და ასე რომ არავინ აკეთებს მინიმალურ ჟურნალისტურ სამუშაოსაც კი. იცი, მე დავწერე სტატია Tablet-ისთვის სახელწოდებით ვირუსული საპატიმრო გაუპატიურება, რომელიც არასდროს ყოფილა, რომელიც მე თვითონ დავწერე. და კიდევ ერთი ჟურნალისტი იყო, რომელმაც ამაზე შესანიშნავი სამუშაო გააკეთა, აიალა ჰასონი. ჩვენ ვართ ის ორი, ვინც ყველაზე მეტი ყურადღება დაუთმო სდეთეიმანში სავარაუდო გაუპატიურებას, სადაც თქვეს, რომ ციხისმცველებმა პალესტინელი გააუპატიურეს. და იცი, თუ შეგიძლია აუხსენით ცოტა უფრო დეტალურად ჩვენს აუდიტორიას, რომელიც შეიძლება ასე ახლოს არ ადევნებდა თვალს ამ ამბავს. მიხარია, რომ ზოგიერთ მათგანს ეს საზიზღარი ამბავი არ აქვს ჩაბეჭდილი გონებაში.
მაგრამ ეს ამბავი გავრცელდა იმიტომ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების პროკურატურამ დაადანაშაულა ციხისმცველები დაკავების ცენტრში, რომ მათ პალესტინელი პატიმარი საგნით გააუპატიურეს. და იცით, თუ ხარეცის მკითხველი არ ხართ, მაშინ მივხვდებით, რომ ეს ყალბი ამბავია. ეს არ არის ის, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები სადმე ჯგუფურად გააკეთებდნენ. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ზოგჯერ ზოგი ადამიანი ზღვარს ცდება. დარწმუნებული ვარ, ძალადობა არსებობს, მაგრამ ჯგუფურად პალესტინელის გაუპატიურება დაკავების ზონაში ფარების უკან. ანუ თუ ისრაელელი ხარ, თუ გონზე ხარ, ამ ამბავში რაღაცა არასწორია. ესე რომ ეს ამბავი არასწორია, გაუპატიურება არასდროს მომხდარა, პალესტინელმა დაკავებულმა გაუპატიურებაზე არ უჩივლია, მანამ სანამ ჯარისკაცები არ დააკავეს, მანამ სანამ მას რაღაც არ შესთავაზეს. ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რას მივიღებ თუ ვიჩივლებ. ის ასევე ძალიან მოხერხებულად დააბრუნეს ღაზაში სასამართლოს დაწყებამდე. ვიღაცამ ჩაატარა გამოძიება ამ საკითხზე და შეისწავლა სამედიცინო ანგარიშები. და იცი ყველაზე საშინელი რამ, ჯონათან, არის ის. სამხედრო პროკურატურამ იცოდა, რომ არ ქონდა არანაირი მტკიცებულება გაუპატიურების ბრალდებისთვის, როდესაც ჯარისკაცები დააკავეს. და პრესას მისცეს ინფორმაცია, თითქოს ეს იყო სექსუალური დანაშაული. და ვერ დავადანაშაულებ მათ, ვინც ასე ფიქრობს, ზოგი მათგანი. ოსლოს გავლენით გაჯერებულმა ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნებმა იფიქრეს, რომ ეს იყო შანსი ომი შეეჩერებინათ. რაც მათთვის შეიძლება მათი იდეალიზმის აღქმით იყო განპირობებული, რომ ეს საშინელი ომი უნდა შეჩერებულიყო. რადგან შეერთებულ შტატებში არსებობს კანონი, ლის კანონი, რომელიც ამბობს, რომ თუ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, არა საბოლოო დამტკიცება, არამედ სარწმუნო მტკიცებულება სექსუალური დანაშაულის შესახებ, მაშინ შეგიძლიათ შეწყვიტოთ დახმარება ამ ქვეყანას. ამიტომ ეს უნდა ჩაითვალოს, ან მის გამომგონებელ სარწმუნო მტკიცებულებად უნდა მიეჩნია, თუნდაც ჯერ საბოლოო დამტკიცება არ ყოფილიყო. ასე რომ ჯარისკაცების დადანაშაულება საკმარისი ჩანდა, ასე რომ ამ თეორიაში დარწმუნებული არ ვარ და ეს შეიძლება ადამიანებს შეთქმულების თეორიად მოეჩვენოთ. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაინც საჭიროა ახსნა, რატო ადანაშაულებს ისრაელის თავდაცვის ძალები ჯარისკაცებს იმაში, რაც იცოდნენ, რომ ვერ მოხდებოდა. და როცა ვამბობ, რომ ვერ მოხდებოდა, გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს სამედიცინო ანგარიში და ის სახის ჭრილობა, რაც ჯარისკაცს ჰქონდა, ვერ იქნებოდა მიღენებული რაიმე სახის ფიზიკური ჭიდილის დროს. რადგან ის ძალიან პატარა და ძალიან სუფთა იყო. და ჩემი ვარაუდი, ყველა იმ ანგარიშის საფუძველზე, რაც ვნახე, არის ის, რომ მან სცადა რაღაც ბასრი მეტალის ნაჭრის შეტანა ძალიან ინტიმურ ადგილას. და ასე მიიღო მან ეს ჭრილობა. და აქ მე აღარ შევაწუხებ თქვენ მსმენელებს არასასიამოვნო სამედიცინო დეტალებით, მაგრამ ის, რაც ვიცით სამედიცინო ანგარიშებიდან, არ შეესაბამება გაუპატიურების ბრალდებას. და გამომძიებლებს სამედიცინო ანგარიშები უკვე ჰქონდათ, სანამ ჯარისკაცებს დააკავებდნენ. ხო, ეს შოკის მომგვრელია და სამწუხაროა, მაგრამ ეს რაღაცა, რაც იცით, პოლიტიკაც არის. ეს გარკვეულ როლს ასრულებს სასამართლო რეფორმის კრიტიკის და იცით, ნეთანიაჰუს კრიტიკის დისკრედიტაციაში. მაგრამ ნება მომეცით დაუბრუნდა იმაზე, რაც უკვე აღნიშნეთ და ეს არის რეაქცია 7 ოქტომბრის მოვლენებზე. ადამიანი იფიქრებდა, რომ იცით რაც მოხდა 7 ოქტომბერს, თუმცა ამასაც იფიქრებდა ადამიანი. მაგალითად, მეორე ინტიფადა, იცით რა მოხდა ღაზადან გასვლის შემდეგ? მგონი ამან უნდა გაეუქმებინა ის ილუზიები, რაც ისრაელის მემარცხენეებისგან გვესმოდა იმის შესახებ, რა მოხდებოდა თუ ისრაელელები უბრალოდ ძალაუფლებას მისცემდნენ პალესტინელებს. იფიქრებდი, რომ ეხლა ესეთი იდეები ნამდვილად დისკრედიტებულია. ამიტომაც ორ სახელმწიფოზე რეალურად მხოლოდ ისრაელის უკიდურეს მემარცხენეებთან ერთად ამერიკელი ლიბერალები საუბრობენ. როგორ მოარგო ჰარეცმა თავისი გაშუქება და მოსაზრებები 7 ოქტომბრის შემდეგ შექმნილ რეალობას. პირველი რაც გააკეთეს, ვიტყოდი, რომ ეს ისეთივე მარტივია, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგობა ყველგან. ის ადანაშაულებს ისრაელს.
აი ეს არის მთავარი. და იცით, ჩვენ მოვისმინეთ გუტიერესის, გაეროს გენერალური მდივნის სიტყვები, რომელმაც მაშინვე თქვა, ეს არ მომხდარა ვაკუუმში, არსებობს კონტექსტი. ჩვენ ვიცით კონტექსტი, ეს აქედან არ დაწყებულა. და ხარეცი პირველი სარედაქციო 8 ოქტომბერს, 7 ოქტომბერი შაბათი იყო. გამოცემა არ ყოფილა და კვირის მომდევნო დღის გამოცემა სარედაქციო სტატიით დაიწყო, სადაც ეწერა, რომ 7 ოქტომბრისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი ადამიანია და ეს ადამიანი ბენიამინ ნეთანიაჰუა. რატომ? იმიტომ რომ მან გაატარა პოლიტიკა, რომელიც პალესტინელების უფლების წართმევას ემსახურებოდა და ისინი ჩიხში შეიყვანა, დაკარგეს იმედი და ყველაფერი დანარჩენი. მაგრამ პასუხისმგებელი ერთი ადამიანი არ იყო იცხაკ რაბინი. არც ჰამასის რომელიმე წევრი. და თუ რედაქციულ გვერდს გადახედავთ, თელ რედაქციულ გვერდს, არავინ ადანაშაულებდა ჰამასს. და ზოგიერთმა მეირი საქსონმა მგონი მე-9 თუ მე-10 ნომერში დაწერა სტატია, სადაც ამბობდა, რომ ჩვენს გვერდებზე ყველაზე შესამჩნევად ჰამასი აკლია. სად არის ჰამასი? ყველა ადანაშაულებს მემარჯვენეებს, რადგან ეს არის გზა, რომ გადაარჩინონ თავიანთი მსოფლმხედველობა იმ საფრთხისგან, რომელსაც სწორად აღიქვამდნენ. ეს შეიძლება დაასრულოს მემარცხენეები ისრაელში. და ისინი ძირითადად თანდათანობით დაარეგულირეს თავიანთი ტონი. მაგრამ მას შემდეგ დასახლებულთა ძალადობა მთავარი თემა გახდა. ებრაელების დადანაშაულება გახდა ერთადერთი გზა, რომ პალესტინის სახელმწიფოს იდეა გადაერჩინათ თავად პალესტინელთა სისასტიკისგან. და არ ვიცი რა მოხდება ამ არჩევნებს. ბევრი მემარცხენე პარტია თავს მემარჯვენე დაჩვენებს და ეს მემარცხენე ბლოკი შეიძლება ისევ მოიგოს არჩევნები. მაგრამ მემარცხენეები ვერ აღდგებიან, რადგან ისრაელი აღარ დაუჭერს მხარს პალესტინის სახელმწიფოს. და ხო იცით, ისრაელის მოსაკითხები მთელი ამ დროის განმავლობაში მართალი იყვნენ. მემარცხენეები და მე პირადად ვიცნობ მემარცხენეებს, ამ წრეებიდან ვარ მოსული, განსაკუთრებით მიზრახიმებზე ამბობდნენ ამას. ებრაელებზე, რომლებიც ისლამურ და აზიის ქვეყნებში იყვნენ წარმოშობით. ისინი ამბობდნენ, რომ ისინი პრიმიტიულები არიან, ხო იცით, ისინი არაბებს ძულთ, რადგან რასისტები არიან. და ეს ადამიანები არაბული ქვეყნებიდან მოვიდნენ და თქვენს არა, თქვენ არ გესმით არაბების, თქვენ დასავლეთში უბრალოდ ვერ იგებთ, ჩვენ მათ შორის ცხოვრობდით. ჩვენ ვიცით, რომ ეს ცუდად დასრულდება და ასეც მოხდა. მე ოსლოს მხარდამჭერი ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, როგორც დანარჩენი მემარცხენეები, რომ როცა პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფო ექნებოდათ, მაშინ ისინი ერების ოჯახში მიიღებდნენ და შემდეგ ისინი ჩვენთან მშვიდობით გამოგვიწვდიდნენ ხელს, ჩვენ კი მათთან. და არის რაღაც იცით მემარცხენეებში, რომ მათ არ აქვთ პატივისცემა იმ სხვას მიმართ, რომელსაც ასე აღფრთოვანებით უყურებენ. ისინი ობამას გარემოცვა შეუძლიათ მოусმინონ ირანელ მულებს, როცა ამბობენ, რომ ამერიკის განადგურება სურთ და ისინი იტყვიან, არა, სინამდვილეში ასე არ ფიქრობენ. ისინი უბრალოდ მსხვერპლები არიან. და ეს არის დამამცირებელი შეხედულება, როცა იმ ადამიანებს, ვისაც იცავთ, საერთოდ სერიოზულად არ აღიქვამთ. ხო, მათ ქმედით სუბიექტებად არ აღიარებენ. ხო, ზუსტად. და ასე რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და შემდეგ ეს ძალიან დამამშვიდებელი შეხედულებაა, რადგან ყველაფერი გამოსასწორებელია, მაგრამ დროა სერიოზულად მიუდგეთ ამ ადამიანებს. ისინი სერიოზულები არიან. და ირანი თუ მას ბომბი ექნება, მას გამოიყენებს. რადგან თუ ეთოს შეხედავთ, იცით, ჩვენ ვამბობთ შიიტი თვითმკვლელი ტერორისტი, რადგან შიიზმში თვითმკვლელობით მოწამეობა პატივსაცემია. და თუ შეხედავთ, რომ ეს არის კულტურა, რომელიც თვითმკვლელ ტერორისტებს აღმერთებს, რატომ არ უნდა აღმერთებდეს იგივე რამეს ეროვნულ მასშტაბ-ზონულ მასშტაბზე? რატომ თუ ისინი სჯერათ, რომ სამყაროს დასასრული მოვა? როდესაც იქნება საბოლოო ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, შიიტებსა და დანარჩენ კაცობრიობას შორის, სადაც ისინი გაიმარჯვებენ, რატომ არ გამოიყენებდნენ განკითხვის დღის იარაღს თუ ის აქვთ? ყოველ შემთხვევაში, ჯონათან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი იმას გულისხმობენ, რასაც ამბობენ,
როცა აცხადებენ, რომ მათი მიზანია ისრაელი დედამიწის პირიდან გააქრონ. თუ ეს შენი მთავარი მიზანია და ბირთვული იარაღი გაქვს, რატო არ გამოიყენებდი მას? ამიტომ, რაც ბოლო თვეებში ირანთან ომთან დაკავშირებით მოხდა, გადამწყვეტია ისრაელის გადარჩენისთვის და ასევე მსოფლიოს მშვიდობისთვის. იმიტომ, რომ თუ JCPOA-ს, ობამას, ბირთვულ შეთანხმებას აქვს ვადის ამოწურვის პუნქტები, რომლებიც 1930 წლის ბოლოს მთავრდება და ამიტომ ამის შემდეგ მათ შეუძლიათ კონდეთ ბომბი უშიშროების საბჭოს გარანტიით. მათ ეკნებოდათ გარანტია, რომ იარაღი აქვთ. ზუსტად, შეაჩერე ისინი ამის მიღებისგან. და თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, როგორ ფიქრობ? მათი მეზობლები რას გააკეთებდნენ? რას გააკეთებდა საკეთებდა საუდის არაბეთი თავისი მთელი ფულით, თუ არა შეიძენდა მსგავს შემაკავებელ იარაღს. ასე რომ თუ ისინი ბომბს მიიღებენ, მთელი ახლო აღმოსავლეთი ბირთვული გახდება. და შემდეგ, იცით, ამ რეგიონში საკმარისი ფანატიკოსებია, რომ ეს მთელი პლანეტის ბალანსისთვის საშიში გახდეს. დიახ, თქვენს JNS-ის სტატიაში, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, აღნიშნეთ, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა ლიბერალმა ჰარისის მაგალითის მიყოლა შეწყვიტა. თქვენ ახსენეთ, რომ ჯეფრი გოლდბერგი, The Atlantic-ის რედაქტორი, იცით, არ უჯერებს მათ, რაც ბევრს ნიშნავს, რადგან ის საკმაოდ მიმდობია. მაგრამ საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი კვლავ ავტორიტეტულ წყაროდ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მას უფრო ხშირად ციტირებენ ისეთი ადამიანები, როგორიცაა კენდას ოუენსი და სხვა, იცით, ნეონაცისტები. მაგრამ იცით, ეს არის ის, რაც ადრე თქვით, რომ ის, რაც 30 წლის წინ მარგინალურად ითვლებოდა, ეხლა მთავარ მიმდინარეობად იქცა. გონიათ ეს გზა გაგრძელდება და ეს აზრი კვალაც მთავარ მიმდინარეობად დარჩება, იცით, იმ ელიტარული ლიბერალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ისრაელს მართავენ. ეს არის ის მიმართულება. თუ ვინმე პასუხს აგებს, არ ვიცი, რადგან თავარი კითხვაა, დასავლეთი ჯერ კიდევ მზად არის იბრძოლოს და თუ აღარ არის მზად, ვგულისხმობ, ამერიკამ ახლახან ლუქსის ომი მხოლოდ 13 მსხვერპლით ჩაატარა. ეს ისრაელივით არ არის, რომელიც მზად იყო სიცოცხლეები გაერისკა და ასობით ჯარისკაცი დაიღუპა. თუ ასე არ არის, თუ დასავლეთი აღარ არის მზად იბრძოლოს, მაშინ მისი ელიტა ამას გაამართლებენ. და ვფიქრობ, ამ ყველა არგუმენტის საფუძველში დგას სულელური იდეა, რომ ძალა რეალურად პრობლემებს არ აგვარებს. ეს პროგრესისტებისთვის რწმენის საკითხია. და თუ ძალა პრობლემებს არ აგვარებს, მაშინ ისრაელი დიდი პრობლემაა. რადგან ჩვენი ზოგიერთი პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა ძალის გამოყენებაა. და ერთადერთი გზა, რომ გადარჩე პატარა ქვეყანაში, სადაც მტრული მეზობლები მიზნად ისახავენ მიწის პირიდან აღგვას, სწორედ ძალის გამოყენებაა. მაშინ ერთადერთი გზა გადარჩენისა არის შეკავების მექანიზმის შექმნა. და შეკავება იქნება მაშინ, როცა აჩვენებ მზადყოფნას ძალის გამოყენებისთვის. ამიტომაც ვართ ალბათ პროგრესული, გლობალისტური, მსოფლმხედველობის თვალში ეკალი, რომელიც ფიქრობს, რომ ძალით პრობლემები ვერ გადაიჭრება. ცხადია, ჰამასი, ირანი ეს პრობლემებია, რომლებიც მხოლოდ ძალით შეიძლება გადაწყდეს, რადგან ირანის ან ჰამასის დამშვიდების ან შემორიგების ნებისმიერი მცდელობა უიმედოა. ეს არის ირანი, თუ დააკვირდებით, თუნდაც იმას, როგორ უწოდებენ საკუთარ თავს, ისინი რევოლუციურ ძალად მიიჩნევენ თავს. და რევოლუციური ძალა არის ძალა, რომელიც ცდილობს დაამხოს ის საერთაშორისო წესრიგი, რომელშიც თავად იმყოფება. ამიტომ ნებისმიერი დათმობა ამ საერთაშორისო წესრიგში არასოდეს იქნება საკმარისი. ეს გავს იცით ჰიტლერის შემთხვევას 30-იან წლებში. ჰიტლერის მოწინააღმდეგეები, სანამ ისინი მის მტრებად იქცეოდნენ, ფიქრობდნენ, რომ ის უბრალოდ თვით გამორკვევის იდეაზე დაყრდნობით აყენებს მოთხოვნებს, რადგან მხოლოდ იმ ტერიტორიების მიერთება სითხოვს, სადაც გერმანული უმრავლესობაა. ასე ეპყრობოდნენ მათ მის ყველა ნაბიჯს. ანშლუსი, რაინლანდი, სუდეტის ოლქი, ყველგან. სადაც შეიძლება ითქვას გერმანული უმრავლესობა, ან გერმანული შედარებითი უმრავლესობა იყო, მაშინ ეს შეიძლებოდა გამართლებულიყო ამ საერთაშორისო წესრიგის წესებით. მაგრამ შემდეგ ჰიტლერმა გადაწყვიტა ჩეხოსლოვაკიის დაპყრობა, სადაც გერმანელები იმ ტერიტორიებზე იყვნენ, სადაც აშკარად უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ.
და სწორედ მაშინ გამოიღვიძეს მსოფლიოს ჩემბერლენებმა, რომ ჰიტლერი არ ისწრაფვის საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში დათმობების მოთხოვნისკენ. ის ცდილობს ამ წესრიგის დამხობას და ირანიც ზუსტად ასეთია სხვათა შორის. იქაც არის ნაცისტური იდეოლოგია სხვა ფორმებით. ებრაელებისადმი სიძულვილი და ანტისემიტიზმი თავის მთავარ დოგმად აქცია, ისევე როგორც ძალადობა და დანარჩენი ყველაფერი. მაგრამ თუ უბრალოდ მიუმხრობლად შეხედავთ პოლიტიკურ მეცნიერების თვალსაზრისით, მაშინ რეგიონულ წესრიგში რევოლუციური ქვეყანა გყავთ. და რასაც ის აკეთებს, თუ შეისწავლით, ის არც ცდილობს მოითხოვოს ზიანის კომპენსაცია. ის ცდილობს დაასუსტოს მის გარშემო არსებული ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქმნის რა მარიონეტულ დაჯგუფებებს, რომლებიც უფრო ძლიერები არიან ვიდრე მთავრობა, როგორც ხცებ ხედავთ ლიბანში. ასე რომ ეს არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება გადაიჭრას. და როდესაც ებრაელები იცავენ საკუთარ თავს და იყენებენ ძალას, ამით ეწინააღმდეგებიან ლიბერალურ რწმენას, მაშინ რეაქცია ანტისემიტურია. იმიტომ რომ დასავლეთის ის ნაწილები, რომლებიც მორალურად დეგრადირდა, ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ ზოგჯერ ძალის გამოყენებაა საჭირო. და ჩვენ ცოცხალი მაგალითი ვართ იმისა, რომ ეს სიმართლეა. დიახ, უფიქრობ ეს ნათელია. ეხლა თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ჰაარეცმა დიდი როლი ითამაშა ისრაელის წინააღმდეგ სისხლისცილი სამებების, გენოციდისა და აპარტეიდის ბრალდებების გავრცელებაში. ფიქრობ კითხვა ისა, და მე თვითონაც არ ვარ დარწმუნებული ჩემი კონტაქტებიდან იქ, რომ ეს ასეა. გააზრებული აქვთ თუ არა გამომცემლებს, რედაქტორებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც იქ მუშაობენ, რა ზიანს აყენებს ეს არა მხოლოდ ნეთანიახუს, იმ ისრაელს, რომელიც მათ არ მოსწონთ, არამედ ანტისემიტიზმის წახალისებასაც, რომელიც მათზეც არის მიმართული. გულისხმობ იმას, რომ მათ შეუძლიათ ეს იგრძნონ, თუ საზღვარგარეთ სწავლენ, ან იგრძნონ, როცა 7 ოქტომბერს მომხდას გაიხსენებენ. როგორ მუშაობს ეს დინამიკა? ისინი სხვას წარმოიდგენენ. ისინი ფიქრობენ, რომ ისრაელის კრიტიკა სწორია და მათი საქმეა დაარწმუნონ ისრაელი, რომ თავი დაანებოს ეთნოცენტრიზმს, მილიტარიზმსა და ძალადობას. და ისინი სინამდვილეში სჯერათ, რომ სიონიზმის კრიტიკის მოტივაცია სამართლიანია, რომ ისრაელი მართლაც ჩადის დანაშაულებს. და როცა ამას უყურებ, ეს აბსურდია. პირველ რიგში გენოციდის შესახებ სისხლისცილის წამება აბსურდულია, რომელსაც ისინიც ავრცელებენ, თუმცა არა გულწრფელად, რადგან ეს აშკარად სიმართლე არ არის. მაგრამ თუ შეხედავთ სამოქალაქო პირების და მებრძოლების დაღუპულთა თანაფარდობას, ეს თანაფარდობა ყველაზე დაბალია თანამედროვე ურბანულ ომებში. ყოველთვის. ამიტომ ისრაელი უნიკალურ ძალისხმევას იჩენს, რომ არ დააზიანოს სამოქალაქო პირები, მაშინ როცა ჰამასი სამოქალაქო პირებს ცეცხლის ხაზში აყენებს და თავის მებრძოლებს, ტერორისტებს სამოქალაქო პირების უკან მალავს, რათა ისრაელის იმიჯს ზიანი მიაყენოს და ამას გენოციდად მიიჩნევენ. ქსმენია გენოციდის შესახებ, სადაც მოსახლეობას უსაფრთხო ზონებში აყვანენ, რათა არ დაშავდნენ. სადაც ისრაელის თავდაცვის ძალები მტერს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან. ეს სასაცილოა. როდესაც შეერთებული შტატები და მისი კოალიცია გადამწყვეტად მოქმედებდნენ ISIS-ის წინააღმდეგ, ზოგიერთ რეგიონში, როგორიცაა მოსული ან რაქა, დაღუპულთა თანაფარდობა იყო 7-დან 9 მშვიდობიანი მოქალაქე თითო მებრძოლზე. და მათ მთელი ქალაქები მიწასთან გაასწორეს. ჩვენ, რომლებიც ყველა არმიას შორის ყველაზე ფრთხილად მოქმედებთ ომის ისტორიაში, რათა თავიდან ავიცილოთ გვერდითი ზიანი და არ დავაზიანოთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენ გენოციდში გვადანაშაულებენ. და იგივე ადამიანები მზად არიან თვალი დახუჭონ თეირანის მკვლელურ რეჟიმზე, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ხოცავს. ეს არ არის მორალური კრიტერიუმი. ეს ორმაგი სტანდარტია, სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ებრაელების წინააღმდეგ და მხოლოდ ებრაელების წინააღმდეგ. კი მგონი ნება მომეცით კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდე. ჩემი კითხვა ესეთია. ჰაარეცის გამომცემელი, რედაქტორი და დანარჩენებიც იქ ისინი პიტერ ბაინარტის მსგავსად, როგორც ის ამბობს, მართლაც სჯერათ ბინაციონალური სახელმწიფოს.
ანუ იცით რომ ისრაელს არ სჭირდება იყოს ებრაული სახელმწიფო, რომ ებრაელებს შეუძლიათ სუვერენიტეტის გარეშე მაინც გადარჩნენ ისრაელის მიწაზე. იცით ეს იგივეა როგორც ძველი ვუდი ალენის ხუმრობა ლომსა და კრავზე, რომლებიც გვერდ-გვერდს ვანან და იცით კრავი დიდად ვერ გამოიძინებს. მართლა სჯერათ ამის? ზოგიერთ მათგანს აშკარად სჯერა. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გაქრება მას შემდეგ, რაც ებრაელებს ეთნოცენტრიმს გადააჩვევენ, ან რაც არ უნდა იყოს. ზოგიერთს სჯერა არაეთნიკური სახელმწიფოს, რაღაც სუფთა დემოკრატიის მსგავსი. ამას უწოდებენ ყველა მოქალაქის სახელმწიფოს, რაც აბსურდულია, რადგან ჩვენ უკვე ვართ ყველა მოქალაქის სახელმწიფო. არაბებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, აქვთ ხმის მიცემის უფლება, შეუძლიათ იყარონ კენჭი არჩევნებში, აქვთ ყველა სხვა უფლება. ერთი იდეა, ერთ სახელმწიფოიანი გადაწყვეტა, სადაც ყველას ექნება თანაბარი უფლებები და სახელმწიფო იქნება ნეიტრალური იდენტობებს შორის. ეს ერთ-ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტია ბინაციონალური სახელმწიფო, მაგალითად როგორც ბელგია, სადაც ორივე მოსახლეობას აქვს კოლექტიური ან ეროვნული უფლებები, მაგრამ ეს უფლებები თანაბრად იყოფა. ეს არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გაგრძელება თავად ისრაელში. და სჯერათ თუ არა, რომ ეს სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტა, არ ვიცი. არ ვიცი, ვის რა სჯერა. ზოგიერთი მათგანი, ზოგიერთი აშკარად ამბობს, რომ სიონიზმი რასიზმია. ეს არის სირცხვილიანი გაეროს გადაწყვეტილება, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ გააუქმა. თავდაპირველად მგონი ეს იყო 1975 წლის დეკემბერი ან ნოემბერი, როცა მათ სიონიზმი რასიზმად გამოაცხადეს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება გარდა ებრაელებისა. და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ანტისიონიზმი ანტისემიტიზმია. თუ არ ხართ ის, ვინც საერთოდ უარყოფს ეროვნულ სახელმწიფოებს, თუ ფიქრობთ, რომ არც ერთ ხალხს არ აქვს თვითგამორკვევის უფლება, ეს თქვენი საქმეა. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ პალესტინელებს აქვთ ეს უფლება, ხოლო ებრაელების ნაწილს არა, მაშინ ანტისემიტი ხართ. თუ ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება, გარდა ებრაელებისა, მაშინ ეს ანტისემიტიზმია. არა ჩემი მკაცრი შეხედულებებით, არამედ ამოს ოზის, რომელიც ისრაელში მემარცხენეების ერთგვარი მოციქულია, რომელმაც ეს თქვა. თუ ებრაელებს თვითგამორკვევის უფლებას არ თმევთ, რაც ნიშნავს, რომ ანტისიონისტი ხართ, ეს ნიშნავს, რომ ანტისემიტი ხართ. დიახ, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმართლეა, რომელიც უნდა გავიმეოროთ. ჩემთვის ეს უდავოდ მართალია. გადი, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდი. შეგიძლიათ ჩვენს. მოსმენელებსა და მაყურებლებს უთხრა, როგორ შეუძლიათ შენი საქმიანობის თვალყურისდევნება. დიახ, გვაქვს პოდკასტი მაიკ დურანი და მე, ტაბლეტის Israel Update, ასე უწოდებთ. ასე რომ თუ მოძებნით მაიკ დურანს და გადიტაობს, ალბათ იპოვით. ხანდახან წერ სხვადასხვა გამოცემებისთვის, ძალიან მიყვარს JNS-ისთვის წერა. და თუ ებრაულად ლაპარაკობთ, მაქვს მთელი არხი პოდკასტების ებრაულად, რომელსაც ეწოდება Gatekeepers from Eretz Israel. და მე ამატება ვთქვა, რომ ჩვენ გქონდა პირველი ინტერვიუ, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისცა ომის დაწყების შემდეგ. ეს იყო 25 მარტს, მქონდა საათი და 10 წუთი. ის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ჩვენს არხზე Israel Update, ებრაულად და ინგლისური სუბტიტრებით, თუ დაგაინტერესებთ. ეს შესანიშნავია. ურჩევ ჩვენს კითხველებს, რომ გამოყვნენ და მოусმინონ ამ პოდკასტებს. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ხოლოდრე მოусმინოთ ჯონათან ტობინის Daily Editions, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პლატფორმაზე გვისმენთ. თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ JNS. დააწკაპუნეთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ, მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შეგვატყობინეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და იფიქრეთ დამოუკიდებლად. და მომავალ კვირას ისევ შევხვდებით.